ბატონო შაქარიშვილი ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მოძრაობიდან უკვე პარტიად ხალიფდება. რა გიგმები აქვს, რატომ აფუძნებენ პარტიას? ამ კითხვებს ბატონო შაქარიშვილს. აღმოჩნდებისა, ბატონო, როგორც პარტიის წარმომადგენლის ასე მოგესალმებით, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და იქონია თუ არა გავლენა ოცნების საკონსტიტუციო სარჩელმა, ხედავთ თუ არა თქვენ შესაძლებლობას, რომ აი მოსუფთავებულ ველზე, როგორი პერსპექტივაც ჩანს, რომ იქნება, თქვენ უკვე გაიმყაროთ პარტიული პოზიციები. გამშვიდობის მადლობა მოწვევისთვის. რამ განაპირობა და ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ 13 წლის განმავლობაში საქართველოში არ არსებობდა ოპოზიცია. ეს ველი მთლიანად ჰქონდა ოკუპირებული უცხო ქვეყნების აგენტურულ დანაშაულებრივ ქსელს, რამაც ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ქვეყანას, უკან დახია მისი განვითარება, როგორც დემოკრატიული პროცესის, ასევე ეკონომიკური განვითარების ნაწილში. და მათ შორის აი თუნდაც რომ ავიღოთ მაგალითად ბოლო დროს გამჟღავნებული კორუფციული შემთხვევები, სამოხელეო დანაშაულები, რომელსაც აღმოჩნდა რომ ძალიან მასშტაბური სახე ჰქონდა. მიგვაჩნია რომ აი ამ პრობლემის ერთ-ერთი წამახალისებელი და საფუძველი იყო ის სწორედ რომ არ არსებობდა ქვეყანაში ოპოზიცია. და ოპოზიცია რომლის ფუნქციაც უნდა იყოს სწორედ კონტროლი, ზედამხედველობა და ასეთი ქმედებებისგან, ასეთი დანაშაულებისგან, შეცდომებისგან ქვეყნის დაცვა და პრევენცია მთელი ამ წლების განმავლობაში იყო დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ ერთით, რამენაირად მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივად, დამხობის საშუალებით ძალაუფლების ხელში აღება, რასაც შემდგომში კვლავ გამოიყენებდა უცხო ქვეყნების და უცხო ძალების ინტერესების მომსახურებისათვის. ამ მოცემულობაში ქართულ საზოგადოებას, ამორჩეველს, მოსახლეობას შეეზღუდა კრიტიკის არეალი და ოპოზიციური აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა. გამომდინარე იქიდან, როდესაც ქვეყანა არის ყოფნა არ ყოფნის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და ერთხარეს არის ძალა, რომელსაც სურს რამენაირად დაამხოს ჩვენი სახელმწიფო და შეწიროს ხვის ინტერესებს, ასეთ ვითარებაში არ არის სივრცე და არეალი იმისა, რომ დააფიქსირო კრიტიკული მოსაზრება, ოპოზიციური აზრი, იმიტომ რომ პირდაპირ თუ ირიბად, ნებსით თუ უნებლიეთ ეს წყალს სწორედ აი ამ დესტრუქციული ძალების წისქვილზე ასხამდა და ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის შემდეგ შესაძლოა ჩვენ გქონდეს სხვა ვითარება მომავალზე. საინტერესოა ვინ არიან ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ამორჩევლები, ელექტორატი, ან ვის ელექტორატს წამოიყვანთ? როგორ ფიქრობთ? ჩვენი ახალი პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო აი ამ ძიმე ვითარების და ამ არაჯამთელი სიტუაციის განმუხტვაში და გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან წვრილს შეიტანს. რაც შეეხება ელექტორატს, ჩვენ შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტია დაგვეფუძნებინა არჩევნებამდე, მომავალ არჩევნებამდე 3 წლით ადრე, იმისათვის რომ სრულფასოვანი პარტიის ჩამოყალიბება შევძლოთ, ჩვენი ხედვები, ჩვენი იდეები, ჩვენი პროგრამა მივიტანოთ საქართველოს მოსახლეობამდე, თითოეულ სოფელში, თითოეულ ქალაქში. ჩვენ გძნობდით მთელი ამ 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დავაფუძნეთ საზოგადოებრივი მოძრაობა, ამ პლატფორმიდანაც მოახერხეთ მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება ჩვენს მოსახლეობასთან და მათი დაკვეთით არაერთი ინიციატივაც დავაყენეთ. ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ნათლად იკვეთება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, რომელიც იქნება მრავალპოლუსიანი და ამ ვითარებაში, ამ ახალ რეალობაში ერთიანი ნეიტრალური საქართველო ჩვენს ქვეყანას ხედავს როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოს და მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის ერთადერთი მყარი გარანტი იმისა, რომ მოახერხოთ ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანად მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ ხედავთ, რომ ხელისუფლება კვლავ არის აი ამ ევროამერიკულ ისტერიაში და ილუზიაში, აგრძელებს რა რიტორიკას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გამოხატავს რა იმედს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ გამოჩენილიყო, რომ პრეზიდენტ ტრამპის ბაქიბუქის უკან რეალური ბრძოლა დიპ სტეიტთან არ დგას, არამედ უფრო მეტიც პრეზიდენტი ტრამპი ასრულებს დღემდე ამ ოლიგარქიული ოჯახების
და მათი ინსტრუმენტის deep state-ის დავალებებს და ეს რიტორიკა ხელისუფლება აქ ეყრდნობა ხალხის არჩევანს. ახლა ეს ზოგადად ვამბობ, სხვადასხვა კვლევაში, სხვადასხვა პროცენტი შეიძლება იყოს ასახული, მაგრამ ასე არის მიჩნეული, რომ ქართული ხალხის ნება არის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, მათ შორის დაფიქსირებული უკვე ოფიციალურ შედეგში, ხო, რომელიც არჩევნებთან ერთად გაიზომა. აი თქვენი ინიციატივა რა არის, როგორ უნდა გადაიხედოს, თუ კი ასეთი ჩანაფიქრი გაქვთ, ან როგორ უნდა გაიზომოს დღეს ხალხის პირველი ეს არის ცრუ ნარატივი, არაფერზე არ დგას ეს გარდა იმისა, რომ 2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა ჩაატარა გაყალბებული არჩევნები და მიიტაცა ძალაუფლება, ამის პარალელურად ჩატარდა გამოკითხვა ევროინტეგრაციასთან, ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი რომ არანაირი ნდობა მე 2008 წელს ჩატარებულ კვლევასთან მიმართებაში და საზოგადოების უმრავლესობას არ გააჩნია და მეორე რომ რეალობა, კონტექსტი არის აბსოლუტურად განსხვავებული. ევროკავშირი დასავლური სამყარო 2008 წელს იყო განსხვავებული და საქართველოში ასევე თუ განსხვავებული არ იყო, საქართველოში ამის აღქმა იყო განსხვავებული. ჩვენ 30 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში ჩარევით, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებით, გზით, პოლიტიკაში აგენტების მოყვანით მნიშვნელოვნად იმოქმედეს ადამიანთა განწყობებზე და მნიშვნელოვნად ესე ვთქვათ დააზიანეს რეალობის აღქმის საშუალება არ მისცეს ადამიანებს და ჩვენ ბოლო წლებში ვადევნებთ ამის გრევის პროცესს, თვალს დესაკრალიზაცია ხდება და ადამიანები თვალს უსწორებენ რეალობას და მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც დაფუძნების დღიდან იყო საზოგადოების ინფორმირებულობა, იმიტომ ჩვენ არ ვემხრობით ნახევარი სიმართლის თქმას. ჩვენ ხედავთ, რომ კონფლიქტი გრძელდება, რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, სამწუხაროდ არ ჩანს ამის დასასრული, მაგრამ რომც დაპაუზდეს, რომც დასრულდეს და ღმერთმა ქნას დასრულდეს, იმიტომ რომ ამას ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. დიდ მოთამაშეებს შორის კონკურენცია დაპირისპირება იქნება ეს ცივი ომის თუ საომარი მოქმედებების სახით ყოველთვის იარსებებს. ამიტომ საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებით ძალიან მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ ჩვენი ქვეყანა არ აპირებს იყოს მხარე ამ დაპირისპირებაში. იმენია ოკუპაციის პირობებში ეს როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არ უნდა იყოს მხარე? სწორედ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში უნდა იყოს ეს ერთადერთი მკაფიო განაცხადი, რომ საქართველოს არ აპირებს დიდ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებაში გადაიქცეს პოლიგონად. გამოყენებული იქნას ჩვენი ქვეყანა პოლიგონად, პროქსი სახელმწიფოდ, მსხვერპლად, ისევე როგორც მოხდა ეს უკრაინის შემთხვევაში. რამე კვლევა, რაიმე შიდა მონაცემი, რა პროცენტი ემხრობა ნეიტრალიტეტის იდეას? ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა კიდეც ინიციატივა, რომ ამ ახალ რეალობაში, ამ ახალ კონტექსტში, ახალ მსოფლიო წესრიგის კონტურების ჩამოყალიბების პირობებში ეს კითხვა პირდაპირ დაისვას ქართული საზოგადოების მიმართ პლებისციტის რეფერენდუმის სახით. გარდა ამისა, ცხადია ჩვენ კვლევებს ვატარებთ, გვაქვს საქართველოს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ჯერა რომ ამ იდეას აქვს მხარდაჭერა და ეს მათ შორის გაიზომება არჩევნებში, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. საქართველოს აქვს ღმერთისგან ბოძებული აქტივი სხვა სიკეთეებთან და აქტივებთან ერთად ეს არის საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და არავის უნდა მივცეთ საშუალება რომ ეს ადგილმდებარეობა და ეს აქტივი გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ სივრცე ნეიტრალიტეტის გამოცხადებით, სივრცე ადგილი, სადაც თუნდაც დაპირისპირებული მხარეების, დიდი სახელმწიფოების, რეგიონალური თუ საერთაშორისო მასშტაბის აქტორების ინტერესთა ბალანსი და გადაკვეთის წერტილი მოიძებნება. ეს არის სწორედ გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მომავალში სტაბილურად განვითარდეს, იყოს მშვიდობა, მივახციოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს არის იზოლაცია. პირიქით, ეს არის გახსნილობა ყველა მიმართულებით. გახსნილობა, ღიაობა ყველა მიმართულებით, რაც უნდა გახდეს საფუძველი გარღვევის, სწრაფი გარღვევის, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ წლების განმავლობაში არ ქონდა საშუალება სუვერენული პოლიტიკის წარმოების, მათ შორის არც სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების, აი ჩვენ გვეუბნებოდნენ, როდესაც კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს და თავს მოგვახვიეს ეს ევროატლანტიკური სიგიჟე, პირდაპირ ვთქვათ,
ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ თუ თქვენ ჩვენ ბანაკში ხარ და ჩვენ ბანაკში გინდათ ყოფნა მათთან ვისთანაც ჩვენ კონკურენციაში ვართ ან დაპირისპირებულები ვართ ან ამ კონკრეტულ მოცემულობაში თვალში არ მოგდის ნუ ივაჭრებთ, ნუ ილაპარაკებთ, ნუ ითანამშრომლებთ, მათგან ინვესტიციებს ნუ მიიღებთ. ხო? ეს ხო იყო, ჩვენ ხო არ ვიგონებთ ამას, არა? არ გქონდა ჩვენ სუვერენული პოლიტიკის, მათ შორის სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების საშუალება, იმიტომ რომ აი ამ ტყვეობამ, ამ ჩვენივე ხელით, მაგრამ თავსმოხვეულმა ბორკილებმა და მარყუჟებმა შეგვიშალა ხელი. ახლა ჩვენ ეს უნდა მოვიშოროთ, ვიყოთ ბოლომდე სუვერენული, მათ შორის ეკონომიკური სუვერენული პოლიტიკა ვაწარმოოთ, გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი და ამით შექმნათ მყარი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში გრძელვადიანად, ურყევად იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. დიდი მადლობა, ვატო შაქარიშვილი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.